ივანიშვილის რეჟიმი და მისი მსახური პარტაქტივი საარჩევნო დღის ბოლოს მის ხელთ არსებულ აბსოლუტურად ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ დაამახინჯოს თქვენი საქართველოს მოქალაქეების არჩევანი და რეალური არჩევანი, რომელსაც საქართველო აკეთებს დღეს. ქართული ოცნება იწყებს ფაქტების მალვას, შედის რაღაცა ერთგვარი კრიმინალური აქტივობის ბოლო ფაზაში და დაერია მთელი თბილისის მასშტაბით ჩვენს კამერებს და დაიწყო მათი გათიშვა. ასე მაგალითად გამორჩეულად აქტიურობს პოლიტიკური პირუტყვობით სამგორის ოლქი, სამგორის მე-10, მე-20, 33, 37, მე-17, 38, 39, მე-40, 47, 58 და 72 უბნებზე. ქართული ოცნების კონტროლებადმა უბნის თავმჯდომარეებმა ჩვენი კანონიერად და ცესკოს ყველა მოთხოვნის შესაბამისად დამონტაჟებული კამერები გათიშეს. მე-10 უბნიდან გააძევეს წარმომადგენელიც შესაბამისად. ანალოგიური ვითარება თბილისის სხვა უბნებზე, როგორც აღნიშნე, სამგორი ყველაზე მეტად აქტიურობს. ეს არის მიზანმიმართული კამპანიური ქმედება, რომელიც მოდის ვერტიკალის ცენტრიდან, ცესკოდან, სადაც გაყალბების ტვინი იყრის თავს და მიზანი არის, რომ დღის მეორე ნახევარში უბნებზე პირდაპირ კრიმინალური აქტივობა არ მოხდეს ჩვენს კამერებზე. ამის მიუხედავად ჩვენმა კამერებმა უკვე დააფიქსირეს ეგრეთ წოდებული კარუსელის რამოდენიმე კონკრეტული ფაქტი, რომელზეც არსებობს ვიდეო მტკიცებულებები. ეს კარუსელის ფაქტები არის მაგალითად ვაზის უბნის 54 და 59 უბნებზე, როდესაც რაღაცა მოგზაური მარკო პოლო ამორჩევლები რამოდენიმე უბანზე აძლევს ხმას. ჩვენი კამერების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს ჩვეულებრივი ჯიბგირული მეთოდებით. პირველ ეტაპზე უბნის უფროსები, უბნის თავმჯდომარეები აწვევიან პირდაპირ და ცდილობენ მორალურად იძალადონ ჩვენ წარმომადგენლებზე და კომისიის წევრებზე. შემდეგ ბრძოლაში ერთვება საოლქო საარჩევნო კომისიის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც მოგონილი მიზეზებით ცდილობენ, რომ კამერები იქიდან აიღოს. ყველა იურიდიულად გაუნათლებელი ცესკოს თანამშრომლისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აიღოს საარჩევნო კოდექსი, წაიკითხონ მერვე მუხლის 25 ნაწილი, სადაც გარკვევით წელია, რომ აბსოლუტურად ყველგან ვიდეო ფოტო დაკვირვების საშუალება და უფლება აქვს ყველა სუბიექტს აბსოლუტურად, ვინც კანონიერად იმყოფება უბნის ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეწყვიტონ ეს ჯიბგირული ქმედება, იმიტომ რომ ისინი არღვევენ საქართველოს კანონს. ბევრ ადგილას მოგვიწია აგრეთვე პატრულის გამოძახება, იმხელა იყო მორალური ზეწოლა ადამიანებზე. უბნების წინ გრძელდება კონცენტრაცია უბნის კრიმინალური ტიპაჟის წარმომადგენლების, რომლებიც ცდილობენ, რომ დააშინონ ამომრჩეველი. ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანია დღეს, რომ მოახდინოს დაზაფროს ჩვენი თანამოქალაქეები და ამ გზით დააგდოს აქტივობა არჩევნებზე და გაიფორმოს მოტყუებით და გაყალბებით ეს არჩევნები. ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, არავისთვის ლელოში ეს სურპრიზი არ არის, რომ საარჩევნო დღე იქნებოდა ასეთი. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით მთელი კამპანიის ვარძელზე, რომ ეს არის ბრძოლა, ეს არის რეალურად ბრძოლა ამ ქვეყნის დემოკრატიული არჩევანის გადასარჩენად, ეს არის ბრძოლა ავტოკრატიის საბოლოოდ გაფორმების წინააღმდეგ. ამიტომ აუცილებლად და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ გამოვიყენოთ ბოლო საათები, ბოლო წუთები და აუცილებლად დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა კალაძის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ყველა გამოუცხადებელი ამომრჩეველი ჩათვალეთ, რომ იწერება კალაძის და ივანიშვილის რეჟიმის ბალანსზე. სამხილები არის ძალიან ბევრი, რომელიც ჩვენ ხელშია, კამერებით დაკვირვებამ და აქტიურმა დაკვირვებამ აგრეთვე გარეთ მოგცა იმ საშუალება, რომ ბევრი მტკიცებულება შევაგროვეთ. ჩვენ დღეს რეალურად შევქმნით მხილების ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დღე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მხილების ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფება მართავს ამ ქვეყანას, რომელიც ყველაფერს კადრებელია იმისთვის, რომ ძალაუფლება შევინარჩუნოს. თაზოდათუნაშვილს, რომელიც უბნებზე აღმოჩენილ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით აკეთებდა განცხადებას.